მოკლედ. შევდივართ ჰოსტინგებზე, შემდგომ შევდივართ website list-ში, სადაც გვაქვს ორი საიტი, NamNami და My Home Shelf-ი. სადაც გვინდა რომ შევიდეთ admin პანელში, WordPress admin-ს რო დავაწვევით, შევალთ. შევედით ახლა NamNam-ზე. დააველოდოთ. დიზაინის დაყენება ხო გინდა აქ, ნინო? კი ბატონო. ტყუილა ეხლა ცალკე დიზაინი არ იყიდო, აქაც უდმად დაგიყენებ შვენიერი დიზაინია, შვენივრად მოგემსახურება. ეხლა რა ხდება ეს არის ეხლა ძალიან კარგი იმისთვის, რომ იმ საიტზე ხო გავიგეთ ეხლა რა ვქენით, მაგრამ ეხლა ეს ხო საერთოდ ახალი საიტია. აი როგორ უნდა მოვიქცეთ ეხლა ჩვენ, როცა საერთოდ ახალ საიტს ვქმნით, ხო? ეს ხო სუფთა საიტია, ხო? პირველ რიგში გავწმინდოთ ნაგავი. დავიწყოთ პირველი. პოსტში გადავდივართ. წავშალოთ პოსტი, რაც კი არის. empty trash. გადავიდეთ კატეგორიებში. კატეგორიაში ეს ერთი ცალია, რომელიც არ იშლება. მაგრამ შენ თუ ეს გადაცევ ერთი კატეგორია უნდა იყოს. თეგებში გადავიდეთ, თეგებში არაფერია. წავედით page-ებში. page-ები ყველა ავირჩიოთ, წავშალოთ. Move to trash. გადავიდეთ trash-ში, empty trash. ეხლა გადავიდეთ მედიაში. ავირჩიოთ ლისტი, აი ეს ავირჩიოთ და ყველა წავშალოთ. ყველა media ფაილი. შემდეგ page-ებში გადავდივართ, page-ებში არაფერი აღარ არის. და დანარჩენი აქ კომენტარები რამე ხო არ არის, არაფერი არ არის. всё, ყველაფერი წაშლილია. ეხლა წავედით თემებში. თემებში გვაქვს Astra 25 და რაღაც bla bla bla, bla bla bla, რაღაცეები არის. მოკლედ ესენი ჯერ იყოს, სანამ ახალ დიზაინს არ დავაყენებთ. მერე გვაქვს აქ plugins-ი. აბა ნახოთ plugin-ებში რა გვაქვს. Lightspeed-ი თვითონვე დაგვიყენა და მოდი ეყენოს, მაგრამ Spectra და Starter-ი არ გვჭირდება. დეაქტივაცია მივცეთ, ან ჰოსტინგერები დავტოვეთ, Lightspeed-ი დავტოვეთ. აი ასე. წავშალოთ ახლა ჩვენ Spectra და რაღაც Starter templates-ი. დავტოვეთ ესე იგი Lightspeed-ი და ჰოსტინგერები. Delete. აჰა. So. მერე წავედით აბა Lightspeed cache-ში შევამოწმოთ კონფიგურაცია. წავედით General-ში. Request domain key. Guest და ეს guest-ები ჩავრთეთ. Save. შემდგომ წავედით cache-ში. ჩავრთეთ use cache mobile-ი. Save changes. შემდეგი გავაგრძელეთ image-ი არ გვჭირდება ჯერ, სანამ ფოტოები არ აიტვირთება. Page optimization-ი. CSS-ის minify on, GS-ის minify on, HTML-ის minify on. Save changes. შემდეგ წავედით, მეტი აღარ database-ში წავედით და clean all, ანუ ბაზა გავწმინდეთ რა. So, ეხლა ყველაფერი გავწმინდეთ, plugin-ები გავწმინდეთ, ეხლა რა უნდა ვქნათ? ეხლა უნდა დავაყენოთ თემა. Settings, არა და appearance items. Add new theme, upload theme და აქედან უკვე ტვირთავთ იმ ჩვენ დიზაინს, რაც უკვე ჩვენ ან ნაყიდი გვაქვს, ან ჩაწერილი გვაქვს, ну ასე შემდეგ რა. ეხლა ჩვენ ვიბოთ უდმარტი. Install now. ეხლა ეს აიტვირთება, დაჭირდება 3-4-5 წუთი, მაგამდე ეს დავაპაუზოთ ეს ვიდეო. მოკლედ ვაგრძელებთ, ეხლა ვქნით ესე იგი users. აი აქ user-ში, all user-ში რო გადავიდეთ ჩვენ, გვაქვს ეხლა, ეს მთავარი, რომელიც hosting-ერმა მოგვანიჭა ეს admin-ი რა, მაგრამ ახლის შექმნა თუ გვინდა, add new users დავაწვევით და აი აქ ეხლა ჩავწეროთ mail-ი, ჩავწეროთ paroli, მაგრამ username-იც გვინდა. მოდი username იყოს ეს. ramiშვილი.nino. ანუ შენ ramiშვილი.nino-ს ჩაწერ. შესვლისას თუ ramiშვილი.nino@gmail.com-ს მაინც შეხვალ ჩვეულებრივად. ადმინისტრატორი add new user. და ამის ლინკი შესასვლელი იქნება აი ეს.
ეგ არის. აბა მიდი შედი და ცადე ეხა თუ შეხვალ. კაი. მოკლედ ჩვენ დიზაინი აიტვირთა და გადავედით ეხა თემებში. ეხლა აქ რა გვაქვს? აქ გვაქვს აი ჩვენი უდმარტი გამოჩნდა და ეხლა ვააქტიურებთ უდმარტს. დავაჭირეთ. active. აჰა, გააქტიურდა და აბა გავუყვეთ ეხლა. Let's start. მერე უბრალოდ გავსკიფოთ ეს და უნდა დავაყენოთ ეხლა child theme. ისე არ გაგვიშვებს. Install child theme. ეხლა next step. ეხლა აქ უნდა ავირჩიოთ builder-ი, რომელი გვინდა, Elementor-ი, Gutenberg-ი თუ Baker-ი. რა თქმა უნდა გვინდა Elementor. Next step. ეხლა აქ რეკომენდებული პლაგინები install active all. დავუნლოდოთ ეხლა ამას. food მიმართულებაა, ხო ეს ნინო? food მიმართულება. მოდი food-ზე რაღაცა იქნება, აბა შევხედოთ თუ მოგეწონებათ ან demo ვერსიებში. აი, როგორ აი მოდი ამიხსენით ან სანამ ეს ყენდება, ანუ რა უნდა იყოს ზედა რა food მიმართულებაზეა საუბარი. აჰა. ეს გავთიშოთ. აჰა. გამოგვიგდო უკვე demo ვერსიები. კაი, ეხლა ვიდეოს დავაპაუზებ, შევხედავ აბა რას ჩამიგდებ და მერე დავაყენოთ demo. ესე ვიდეო. კაი. ესე იგი, მოკლედ ჩვენ გვინდა ეხლა ცოტა travel blog-ი გვინდა ჩვენ რეალურად, რომელიც შეიძლება პოტენციურად სამომავლოდ ისე მოხდეს, რომ პროდუქტებიც დაემატოს, მაგრამ არა დღეს და არა ხვალ. მოკლედ. ეხლა ჩვენ აქ შევხედოთ მაშინ რაღაც ეგეთ ვარიანტებს და მოდი გავხსნათ აა რაღაც, ну, მოკლედ რაღაცა ვარიანტები, რაც შეეხება კვებას. იდეაში ეხლა როცა დიზაინის ირჩევა აუცილებელი არ არის, რომ რაიმე დიზაინის ფოტო მოგეწონოს. ანუ თავარია სტრუქტურა იყოს, თორე შეიძლება საერთოდ გეიმინგ დიზაინი იყოს, მაგრამ სტრუქტურა მოგწონდეს და იქ ფოტოს მე უკვე რას დადებ და მენიუში რას დაწერ, ეგ უკვე შენი ამბავი. ამიტომაც ეხლა ჩვენ რასაც მე უყურებ აი ეგ რაც გამოგზავნილი გვაქვს. ნუ ცოტა food art-ი, ცოტა dark mode-ი, ცოტა ეგეთი ამბები. მოდი ესე ვქნათ, მაშინ ჩვენ აქ ავირჩიოთ, ეხლა ვეკეთვი რა უნდა ავირჩიოთ. ცოტა აი ეს drinks ამბავი გვაქვს აქეთ ერთი ვერსია. ცოტა wine ამბავი გვაქვს აქეთ მეორე და აი მე მგონია აი ეს food-ი ძალიან კარგად დააჯდება იმ იდეას, რასაც ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ. მოკლედ, პირველი. აა აჰა. აქ რასაც გვინდა ჩვენ იმას გავუშვებთ სლაიდზე, background-ზე და ამ ბოთლების მაგივრად შეიძლება დავუშვათ რაღაც კონკრეტული დაფებიც კი იყოს. აი პირობითად ვამბობ რა, არის 3-4 სლაიდი, ახლა წარმოვიდგინე და რაღაც ოფერია რა, რაღაცა რესტორნის ან რაღაცა ადგილის და მაგალითად ქართული სამზარეულოს რაღაცა დავუშვათ და აი აქ ამ სასმლის მაგივრად იყოს რაღაც ქართული სამზარეულოს დაფა, სადაც ჩანს ხინკალი და რაღაცეები. მე მოვიდა მექსიკური სამზარეულო, სადაც ჩანს მექსიკური რაღაცეები. და ნუ ასე შემდეგ. ნუ მოკლედ რა, ნუ ამის იდეა ეგ არის დაუშვათ. და ქვემოთ აქ უკვე მიდის
ნუ სხვადასხვა კონტენტი, სხვადასხვა დახასიათება, უბრალოდ აქ მოსაფიქრებელი იქნება ამ კონტენტში რა და როგორ უნდა იყოს. ნუ აქ თავის სტატიები და ყველაფრით. აქ შეგიძლია გაუშვა პარტნიორი, ესე ვთქვათ, ის ობიექტები ან ის აპლიკაციები, რომელსაც დააჭერენ და შენი affiliate-ით, ესე ვთქვათ, გადავა მერე იქ. აქ გვაქვს ეს ვაინი, რომელიც ნუ ეს ძალიან ვაინია და ეს არაფერში არ გამოგადგება, მაგრამ აი ამ ჩვენს drinks უწევს კონკურენციას ეს ფუდი, რომელიც უფრო ახლოსაა კიდე. ეხლა აი აქ რასაც გინდა დაწერ, რასაც გინდა ატვირთავ ფოტოს, მაგას მნიშვნელობა არა აქვს. აქ წავა ლოგო, აქ წავა მენიუ, როგორც მოგინდება და ქვემოთ რა გვაქვს? ვინ ვართ, რა ვართ დავუშვათ და აქ რეალურად ეს ორი ფოტოა ცალ-ცალკე. აქაც მერე რაღაცა გაგრძელება პრეზენტაცია, ვიდეო პრეზენტაცია არის აქ მოცემული და უშუალოდ აქ შეიძლება ნიუ-იორკზე რაღაცა ვიდეო გამოვიდეს, რაღაცა ამბავი. აქ მერე არის უკვე ტოპ ესე ვთქვათ პროდუქცია რა, აი აქ არის მაგალითად როგორ იცი რომ აქ ხო საჭმელზე მიდის საუბარი და აქ არის დამატებული საკვები როგორც პროდუქტი, სადაც რო შედიხარ მერე უკვე ამ პროდუქტის აღწერა და მთელი ამბები და ეგეთი რაღაცეები რა. ესეც პრინციპში შეიძლება რომ ესეც გქონდეს, აი მაგალითად როგორ რაღაცას ვამბობ იცი? მაგალითად დავიღოთ ხაჭაპური. აი ეს წარმოიდგინე არის ხაჭაპური, აი ეს ტიპი, როგორც პროდუქტი არის ხაჭაპური და ხაჭაპურს რო დავაწვევი აქ ხო ამომიგდებს რომ ხაჭაპური არის ესეთი, 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 ნუ მოკლედ მთელი ამბავია რა და შეგვიძლია რომ აი ამ ტექსტთან ერთად იყოს რომ სად შეჭამ ამ ხაჭაპურს ეხა შენ და იყოს ერთი ლოკაცია, ორი ლოკაცია, სამი ლოკაცია, ოთხი ლოკაცია და ან რომელი აპლიკაციიდან გამოვიძახებ? ამ აპლიკაციიდან, ამ აპლიკაციიდან, ამ აპლიკაციიდან და გადავა დაუშვათ იმ affiliate ლინკებზე რა. მოკლედ პროდუქტი რო იყოს პრინციპში ძალიან კარგიც იქნება, არ იქნება ცუდი. მერე აქ უკვე გვაქვს ბანერებით მოცემული რაღაც ამბები. ანუ ესენი მოსაფიქრებელია, მაგრამ ყველაზე ახლო, ესე ვთქვათ, შენს იდეასთან, აი იმ ვიზუალთან და იმ ყველაფერთან არის ეს დიზაინი და ეს სტრუქტურა. ხო, ოკეია, ხო მგონი? ნუ განდაკეთება ყველაფრის შეიძლება აბსოლუტურად, აბსოლუტურად ყველაფრის. ესა დრინქსი, რაც პირველი ის ვაინი ის არ გამოგვადგება, ის ვაფშე სხვა რაღაცა არის. ოკეი, ავიღოთ ფუდსი. ესე იგი, აქ ფუდი ვიპოვეთ და დავაჭიროთ იმპორტს. და დავალოდოთ, რომ აიტვირთოს. ოკეი. ეხლა ნახე რა ხდება. მოკლედ ვიდეოს ჩაწერას ვაგრძელებთ. ეხლა მთავრდება ეს ჩვენი იმპორტი ამ დემოსი და დემოს იმპორტის მერე ეხლა აი სანამ უშუალოდ საიტზე გადავალთ, საიტზე მუშაობაზე გადავალთ, რაღაცების შეცვლაზე, რაღაცების წაშლაზე, რაღაცების დამატებაზე არის რაღაც პატარა 1-2 სტეპი, რაც აუცილებლად უნდა გავიაროთ, სანამ უკვე უშუალოდ საიტის კონტენტზე მუშაობას დავიწყებთ. დავველოდოთ ეხლა ჩვენ რა გვინდაო? Please wait. ცოტა დრო გვინდაო. So, 100% შევისვა next step. მოკლედ, ეხლა ნახე. Everything is ready. Okay, ready, მაგრამ ეხლა რა ვშვებით? შემდეგი ამბავი რა გვაქვს ეხლა? გადავდივართ პაჩერში, აი Goodmart-ის პაჩერში, სადაც ეს გაწითლებულია და apply all. ანუ ვააპდეითებთ აი ამ სამ რაღაცას, რასაც გვთავაზობს. მერე გადავდივართ appearance და themes და ვშლით არასაჭირო დიზაინებს, რომელიც უკვე აღარ გვინდა. Astra არ გვინდა, delete. არ გვინდა 20 რაღაცა. არც ეს 20 არ გვინდა. არც ეს 20 არ გვინდა. ტოვებთ მხოლოდ ორ Woodmart-ს, ერთი Woodmart-ი და Woodmart Child-ი. ყოველთვის, როდესაც ნაყიდი დიზაინი აყენია, ყველა ნაყიდ დიზაინს აქვს დიზაინის დასახელების, ესე ვთქვათ, თემა და აქ დიზაინის სახელს პლუს child-ი რო აწერია. ყოველთვის აქტიური უნდა იყოს child ვერსია. მოკლედ, ზედმეტი დიზაინი ამოვიღეთ, პაჩერი დავაყენეთ, რაც საჭირო იყო. ეხლა მივდივართ პლაგინებში. ანუ ამან ხო ეხლა პლაგინები დაგვიყენა ჩვენ. ესე იგი რა გვაქვს? Contact Form 7 გვაქვს. Contact Form 7 გვაქვს, ყველა არის აქტიური ეხლა.
კონტაქტ შიდი გვაქვს და ეს ვიცით რაც არის ხო? საკონტაქტო ფორმისთვის ელემენტორი გვინდა, ჰოსტინგერი გვინდა, Lightspeed გვინდა, Mailchimp-ს არ ვიყენებთ, არ გვჭირდება და დეაქტივაცია. Save SVG ანუ SVG ფორმატით ვავტვირთეთ, ეს მაგისტრის არის და გვინდა. WooCommerce ეხლა მოდი იყოს, იმიტომ რომ შესაძლებელია პროდუქციას დავამატოთ ჩვენ აქ. და უდმართ-ხორე რა თქმა უნდა იყოს, იმიტომ რომ დიზაინმა იმუშაოს. ეს პლაგინები ყველაფერი ოკეია, მაგრამ ეხლა ჩვენ გვჭირდება რამოდენიმე პლაგინი, რომ ეს საიტი სრულიად ისე გამართული იყოს. გადავდივართ add new plugin-ში. მოდი დავაყენოთ classic editor-ი, რომ არ ვიწვალოთ ხოლმე სტატიის ან გვერდის დამატებისას და მარტო ელემენტორის ხარჯზე არ ვიყოთ. classic editor-ი გავააქტიუროთ. წავედით ახლა შემდეგი პლაგინები, add new plugin და გადავდივართ პოპულარულ პლაგინებში. ეხლა ჩვენ აქ რა გვინდა? ჩამოვიდეთ ქვევით. Lightspeed უკვე გვიყენია. SiteKit-ი დავაყენოთ, მაგრამ არ დავააქტიუროთ. უბრალოდ ბარემ დავაყენოთ. დრო რომ მოვა, გავააქტიურებთ, გავუშვებთ Google-ში. შემდგომ წავედით, თორე ეს აქტივაცია კი ვიცით წინა იმაზე გავლილი გვაქვს ეგრე. შემდეგი. წავედით CMTP ვიცით რომ რატოა ხო ეს საჭირო კონტაქტ ფორმიდან როცა რაღაცას გამოგვიგზავნის CMTP თუ არ გვიყენია ისე ვერაფერსაც ვერ გამოგზავნიან. ანუ დავაყენეთ SiteKit-ი, დავაყენეთ CMTP. Duplicate page-ი, რომ დავადუბლიროთ ჩვენი სტატიები, გვერდები ან პროდუქტები. Rank Messy, ჩვენი SEO-სთვის. აქ მეტი არაფერი. აქ ყველაფერი კარგად არის. ეხლა ავდივართ სულზევი და აქ ხავ წერთ. Disable comments. რომ კომენტარები და სპამები არ შემოგვივიდეს ზედმეტი საიტზე. Install now. ეხლა გადავდივართ პლაგინებში და ნაშვებით. Disable comments ვააქტიურებთ. გადავდივართ Disable comment-ის setting-ებში. აქ ვირჩევთ Everywhere. Save change. Delete comments everywhere. Delete comments. Yes, delete it. გადავდივართ ახლა პლაგინებში. Duplicate page-საც ვააქტიურებთ. მედი ამას არაფერი არ უნდა. გვაქვს Rank Messy, SiteKit-ი და Mail. ანუ Rank Messy, SiteKit და SMTP-ს ვააქტიურებთ. მაშინ როცა საიტს უშვებთ უკვე. აი ვსო, ხვალე უკვე საიტი უნდა გაეშვას. მაშინ ვააქტიურებთ ამებს. აი ესენი მე იქ რაღაცები გააქტიურებული გვაქვს წინა საიტს და მე აქაც გავააქტიურებთ მაგებს და მაგასაც გავილით, არა პრობლემა ნებისმიერ. ეხლა მოდი გადავიდეთ პოსტებში, ხო? რაღაცა პოსტები მოგცა, აი ნახე რამდენი პოსტი არის ეხლა აქ. მოდი ეს პოსტები. ხო. აა დანახვა არის ერთი კვირა. გამოშვება არის უკვე დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწორად გაქვს ყველაფერი. შეიძლება ერთ კვირაშივე გამოუშვას, შეიძლება ერთ თვეში გამოუშვას, შეიძლება საერთოდ არ გამოუშვას. გააჩნია საიტი როგორ არის აწყობილი, SEO რა დონეზეა გამართული, on page SEO როგორ არის, backlink SEO როგორ არის და ასე შემდეგ. ანუ ეგ ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ როცა საიტი სწორად არის აწყობილი, ერთ კვირაში Google უკვე ხედავს და გაშვებიდან ერთ თვეში უკვე ტრეფიკი იწყებს ნელ-ნელა შემოსვლას. ხო